გასული კვირის თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი ჯიხას გუნდთან ერთად არიკო ბერია მოგესალმებათ საღამომშვიდობისა. 8 მაისს შედგა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგის ხდომა შემდეგი დღის წესრიგით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო წესით დასანიშნი პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების, ქალაქ წალენჯიხის, ქალაქ ჯვარის, სოფლების, ობუჯის, საჩინოს, ჯგანის, მუჟავას, ფახულანის, ეწერის, მიქავას, მედანის, ნაკიფუს, ნიის, ჭალისა და ჩქვალერის ტერიტორიაზე მოქცეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შესახებ. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ. საკრებულოს წევრთა შენიშვნებითა და წინადადებებით სხდომაზე დადგენილებით დამტკიცდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მეორე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილოვამ. სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო გეგმა და წარედგინა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო გურიას სვანეთის სამმართველოს. ათმაის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კობაშანავამ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. ეს სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს და სავარაუდოდ 26 მაისისთვის დასრულდება. ეს შვენივრად დაინახა ყველა უფროსად დაინახავს ყველა როგორ იმუშავა ახალგაზრდა. ონდომება არ აკლიათ ამათ შემართება იმისთვის რომ გააკეთონ ელემენტარულად რო თქვა კეთილი საქმე როცა ტაძარს ეხება მით უმეტეს და არაფერი არ დაიშურეს ამ ბავშვებმა თავიანთი ჯანის სიმთელე ყველაფერი გამოავლინეს ენერგია რაც გააჩნდა და თქვენ დააფიქსირეთ კარგად კადრებშიც რომ ყველაფერი გაკეთებულია ხუთიანზე. მე მინდა აღნიშნო რომ როგორც მოსახლეობა შევპირდით ეკლესიის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება მიმდინარეობს ამჟამადაც რომლებიც ალბათ უახლოეს პერიოდში დამთავრდება თუ ისევე რაღაც გაურკვეველმა ობიექტურმა მიზეზებმა არ შეუშალა ხელი. მინდა აღნიშნო ისიც რომ შემოსასვლელი წალენჯიხის წარწერა რომელიც სამუშაოები დაიწყო და უახლოეს პერიოდში დამთავრდება და ყველაზე სასიხარულო რაც არის ეს არის ობუჯის გზის მშენებლობა რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის მშენებლობა ობუჯელებისათვის და არ შემიძლია აქ არ ვისარგებლო მომენტი და არ უთხრა ბატონი აშაზედი მადლობა რომელიც წვლილი ძალიან დიდია ამ ობუჯის ჩასმაში როცა ხდებოდა ამის განხილვა მაგრამ ამასთან ერთად არ შემიძლია რა უმჩვენ არა თუ რამე თუ კეთლინება სახელმწიფოსი რომელმაც გამოხატა დადებითი შეხედულება და გადაწყვიტა რომ ეს გზა არის გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები. ამის გარდა მიმდინარეობს რაიონში შეგნით სხვადასხვა რიგით სამუშაოები, რომლებიც შეძლების დაგვარად მალე უახლოეს პერიოდში დამთავრდება. ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობის მძლავრი იმპულსი იგრძნობა წალენჯიხის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ობუჯშიც. სარგებლობ შემთხვევით და მინდა როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა მიულოცო ყველა ობუჯელს გზის მშენებლობის დაწყება. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ობუჯის გზის მშენებლობა არ იყო მარტო წინა საარჩევნო დაპირება და პიარი მართველი პარტიის მხრიდან რომ დაპირებას მოყვა ეს დიდი საშვილიშვილო საქმე რომელსაც თაობები დააფასებს. უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან. გულწრფელი მადლობა ჩვენს თანასოფლელს ბატონ იაშა მესხიას რომლის ძალისხმევით მოხდა სამთავრობო დონეზე გზის მშენებლობის ამ ეტაპზე დაწყების შეჯერება. მინდა დაგარწმუნოთ ჩემო ობუჯელებო რომ ეს მხოლოდ იმ დიდი აღმშენებლობის დასაწყისია რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება სოფელში. ეს გაახლავთ კაპიტალური ხიდის მშენებლობა ობუჯის საჯარო სკოლასთან რომელიც ძალიან ძვირად ღირებული პროექტია. წყალსადენის რეაბილიტაცია, სოფლის განათებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. გზის კაპიტალური რემონტი სამისხიოსა და ჯაღირის მიმართულებით. ჯერა უფლისა და ერთმანეთის სიყვარულით ერთად ავაშენებთ ახალ საქართველოს რომელიც 21 საუკუნეს ეკადრება. ფარავდეს უფალი.
პირობა შესრულებულია. სახნავ სათესი ტექნიკა ერთი კვირა არად შემოვიდა რაიონში. ახლა შემოყვანილი 3 ტიპის ტრაქტორი უახლოეს პერიოდში გავა საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად. ეს ტრაქტორები ეკონომიურია და მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება უფრო იაფი დაუჯდება. როგორც მოსახლეობას ვაუწყებდით, რომ რაიონში შემოვიდოდა სახნავი სათესი ტექნიკა, აი ხედავთ კადრებში, მართლა ბატონმა გონერისალიამ შეასრულა პირობა და კოლხეთი 93, რომელმაც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და გაიმარჯვა, 3 ერთეული ტექნიკა, ახალი ტექნიკა შემოიყვანა რაიონში. აი ეს ტექნიკა უახლოეს პერიოდში გავა სამუშაოდ, შექმნილია სერვის ცენტრი და მოსახლეობას ესენი, რადგანაც ეს ტექნიკა არის ეკონომიური ტექნიკა, გაცილებით იაფი, თქვა დაახლოებით 20-30%-ით ნაკლები დაუჯდება სახნავ სათესი სამუშაოების შესრულება. მე მგონია, რომ ეს არის დიდი საჩუქარი ჩვენი რაიონისათვის, მოსახლეობისათვის, რომელსაც უჭირს, რომელსაც არ შეუძლია თანხის გადახდა, რომელიც ახლა ითხოვს ის მოძველებული ტექნიკა, მორალურად მოძველებული, ფიზიკურად მოძველებული ტექნიკა. მე მინდა მიულოცო რაიონის ყველა მშრომელს აი ესეთი შენაძენი და ეს პარკი, რომელიც ახლა 3 ერთეულითაა შემოფარგული, ეს პარკი აუცილებლად გაიზრდება და მომავალი წლისათვის რაიონს უფრო მეტი რაოდენობის ტექნიკა ეყოლება, ახალი ტექნიკა, უცხოური ტექნიკა, რომელშიც არის ჩამოტარებული ყველანაირი პირობებია შექმნილი აქ თვითონ სამუშაოდ კონდიციონერიდან დაწყებული. წელია შენობასთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ ხელოვნების სკოლის პედაგოგებს. ისინი კითხულობენ ქუჩაში დარჩებით თუ გვეშვენება, მაგრამ დღემდე მოუგვარებელია თუ სად გამოიყოს მათთვის ფართი უყურადღებო დარჩენილმა პედაგოგებმა დახმარებისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს. სკოლის დაარსების ხიდან ხელოვნების სკოლის დაარსების დღიდან მუშაობ ხელოვნების სკოლაში. თქვენ იცით რა თქვენ ტალენტი ხელები ვარ და ეს არ არის ყველა ისეთი ანუ მაგ ესპანეთის ვერ გავიგოთ პირველ საშუალო სკოლაში რაღაცა 3 მასწავლებელი ვიყავით და 4 მოსწავლე ყავდა ეს დიდი ხნის ისტორია მაგას არ მოყვები მის შემდეგ ფუნქციონირებდა ჩვენი ძალიან დიდი მონდომებით და დიდი შრომის შედეგად ხელოვნების სკოლამ რაღაც თავის წარმატებას მიაღწია თუ რამე გაკეთებულია წალენჯიხაში ხელოვნების სკოლის მუშაობის საკითხი ყოველთვის მაგას დონეზე იდეა რომ მუშაობის მართლა მუშაობს 15 წელია ხელოვნების სკოლა მოღვაწეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. მთელი ამ ხნის განმავლობაში პედაგოგები ყველა დროის ხელმძღვანელ პირებს თხოვდნენ მათთვის გამოეყოთ ცალკე ფართი, მაგრამ წალენჯიხაში მათთვის შენობა დღემდე ვერ გამოინახა. ხელოვნების სკოლის პედაგოგები ფიქრობენ, რომ რაიონის დღევანდელი ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს მათ თხოვნას. აღელვებულ პედაგოგებს საკრებულოს თავმჯდომარე შეპირდა, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდება შენობასთან დაკავშირებული პრობლემა. ჩვენ დავაყენეთ საკითხს, სადაც გითხარით, ჩვენ წალენჯიხის საკრებულოს და აყენებს საკითხს ჩინჯოლისა და ბოგდესა რომ ეს შენობა გადმოეცა მუნიციპალიტეტს. თუ ეს შენობა გადმოეცა წალენჯიხის საკრებულოს, მხოლოდ ამის შემდგომ გვაქვს ჩვენ ამ შენობის მართვის შესაძლებლობა. იმის მერე რაც ეს პროცესები განვითარდა, განათლების განყოფილება შემოვიდა ჩვენთან წერილი და დააფიქსირა პრეტენზია. ამ შენობის პატრონი ვარ მე. სინამდვილეში ამ შენობის პატრონი არის განათლების სამინისტრო. ეს არ არის კულტურის სამინისტროს, ამაშია შეცდომა თქვენი დაფუძნების, თქვენ კულტურის სამინისტრო კი არ უნდა გაფუძნებდეთ იმ შენობაში. იმ შენობას არ აფუძნებს განათლების სამინისტრო, ან განათლების სამინისტრო გადმოსცემს თვითმმართველობას და თვითმმართველობა აფუძნებს. განათლების სამინისტრომ გამოცხადა ისე დააფიქსირა პრეტენზია, რატომ დამიფუძნეთ ჩემს შემთხვევაში, ჩემს ქონებაში სხვა ჩემთან შეუდანხება. ვიმსჯელებ ამაზე თქვენს დაგასწრებთ და გაფრთხილებული გავაკეთებ ყველაფერს. სკოლა არსებობს უკვე 14 წელია, მე 15 წელია და ყოველთვის ერთ და იგივე პრობლემა ქონდა შენობასთან დაკავშირებით. ჩვენ ცხოვრობთ, მუშაობთ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. აქამდე ეს არავითარი კონფლიქტი და არავითარი ჩვენ წინააღმდეგობა ურთიერთობაში არ გქონია. მაგრამ ეს არის განათლების შენობა და ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ დავრეგისტრირდით როგორც იურიდიული პირი. ჩვენ ვითხოვთ ფართს
გამგეობისგან, საკრებულოსგან, რომ ჩვენ სკოლას ჰქონდეს თავისი შენობა, თავისი საკუთარი შენობა. აი ამას ვითხოვთ სულ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით თავისი პრობლემები აქვს, გამგეობას თავისი მიზანი აქვს, თავისი რაღაცა დებულებებით განსაზღვრული რაღაც პრობლემები არის და დაგვპირდა ჩვენ მთელი კოლექტივი ადგა, შემოვიდა გამგეობაში, საკრებულოში, ითხოვა ეს ყველაფერი და დაპირებები მიიღო, რომ უახლოეს ხანებში გადაწყდებოდა ეს საკითხი ყველასთვის სასარგებლოდ, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოდ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ისეთი საკრებულო გვყავს, რომ ეს ამ პრობლემებს ყველაფერს მოაგვარებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით სკოლები ერთიანდებიან. საჩინოს მეორე საჯარო სკოლა მიუერთდა საჩინოს პირველ საჯარო სკოლას. ორივე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მომავალი წლიდან ერთად იმუშავებენ. ოპტიმიზაციის მიუხედავად არც ერთი მასწავლებელი გარეთ არ დარჩება აცხადებენ რესურს ცენტრში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 18 აპრილის ბრძანებით რეორგანიზებული იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს ნომერ მეორე საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებდა საბაზო საფეხურზე და მიუერთდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს ნომერ პირველ საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საბაზო საშუალო საფეხურებზე. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების ოპტიმიზაციის საკითხზე. წალენჯიხის რაიონში პირველად სოფელ საჩინოში მოხდა ოპტიმიზაცია. საჩინოს მსგავსად უახლოეს მომავალში სხვა სოფლებშიც იგეგმება სკოლების მიერთება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაჩნია, რომ ოპტიმიზაციის განხორციელება სკოლებში ხელშეუწყობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებას. საჩინოს სკოლის პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება მეორე საჯარო სკოლის გაუქმების შესახებ გააცნეს რესურს ცენტრის უფროსმა რუსუდან სამუშიამ და ნანი კვარაცხელიამ. პირველ და მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის განხეთქილება გამოიწვია ასეთმა გადაწყვეტილებამ. მეორე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნაირა მესხიამ დამარცხებული უწოდა თავის სკოლას და კოლეგებთან სიტყვით გამოსული ემოციებს ვერ მალავდა. ეს ჩვენი თავშეკრა დღევანდელი ჩემო კოლეგებო ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერთიანობის ჩვენი ერთად გონისა. მეტად არ შეიძლება ჩვენ ინტელიგენცია ვართ ამ სოფლის საღი ნაწილიო და მთელი სოფელი ჩვენ გვიყურებს და მეტად არ შეიძლება, იმიტომ რომ ხედავთ რა ხდება ქვეყნად. ჩვენ სკოლები, თქვენ წარმოადგენთ სახელმწიფოს. სახელმწიფო რა პოლიტიკასაც ახორციელებს, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვერ დავდგებით. ჩვენ რეფორმის წინააღმდეგი არც ერთი არ ვიყავით ახლა. აგერ შეტანილი იყო პროექტი ჩვენი შეერთებისა, ჩვენ მზად ვიყავით ამ ოპტიმიზაციისათვის, მაგრამ მე ვერ გავიგე მაინც 15 წლის განმავლობაში 15 წელი, ასე რომ მე დირექტორი ვარ. აი სკოლაში და მე მგონი არაფერი არ დამიკლია. რაც მე შემეძლო. მთელი რუდუნები, მთელი ძალისხმევით, მთელი მიზანი მიმართულად მე მიმყავდა ის სკოლა და შევკარი მე კოლექტივი ძალიან კარგი. მე ვთქვი, მე ვიცი ძალიან კარგი ფილოლოგები, რომლებიც არიან რეალური კანდიდატები სკოლის დირექტორების და რო უყურებ ახლა სკოლის დირექტორს რა არის გასაკეთებელი, მე მენანება ეს ხალხი რო იკარგება როგორც მასწავლებელი. მე პირადად მენანება დალი კვარაცხელია, მენანება მარინა ფიფია, დამენანება ფიქრია, იზა, ეს კარგი, აი სპეციალისტებს კარგად ჩვენ. კარგად სპეციალისტებს და ქალბატონო ნაირა თქვენ არ იკარგებით არანაირად. არ იკარგებით არანაირად და მომისროლეთო აი ეს მაგრამ აი თქვენ ახლა ემოციები ყველაფერი კი გასაგებია ყველაფერი მესმის, მაგრამ მე გითხარით თქვენ არ ახართ პირველი და არ იქნებით ბოლო მეთქი ამ საქმეში. ძალიან აინტერესებდა და აქ ზოგიერთი ძალიან აინტერესებდა ჩვენი შეერთება. შეუერთდა და არ არის საჭირო, იყო ძაღლი ამისა, ჯუნგლები, ვინა ვარ ჩვენ, ხო? ასე წამოვედით ჩვენ, ჭირო თქვენი ბავშვი. კი, ეხლა 6 წლებიო, არ შეიძლება ოისაბაზო, 6 წლები იყო ამაზე იქ საუბარი, რუსიკო. მე არა ვარ ამის წინააღმდეგი ხომ ოპტიმიზაციის, აუცილებლად
თქვენ ზუსტად და თქვენთან ერთად რამდენიმე სკოლა ზუსტად არის ჩამჯდარი იმ კრიტერიუმში, რომელ კრიტერიუმსაც ითვალისწინებს ოპტიმიზაციის პროგრამა. ეს რამდენი ხანია ეს გუშინ დაიწყო საქართველოში? მე რა მინდა თქვა იცით, აი როდესაც თქვენ ასე მტკივნეულად ღებულობთ ამ პირველობას, შეიძლება თქვენ მე მადლობას უთხრათ იმ თავრობას, რომელმაც თქვენ პირველები გამოგიყვანათ ამ რაიონის სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს უკვე სიტყვასავი წამოვა და ის ემოციები, რაც თქვენ უკვე უკან გეკნებათ და თქვენ უკვე დაწყობილ კალაპოტში რო იქნებით, სხვა მაშინ იქნება ტალღაზე და მე ის მინდა თქვა კიდევ რომ ნამდვილად შევაჩერეთ ჩვენ ეს პროცესი მთელი 2 წლის განმავლობაში. შეიძლება ძალიან ცუდიც გავაკეთეთ რომ შევაჩერეთ. იცით, ერთბაშად მოსულიყო ის ნიავარი და ყველა გადაგვეყვანა, მაგრამ მეორე მხარე აქვს მედალს და მოაჩქარდებით, როცა დასვენებს ვაკეთებ. ძალიან გთხოვ. მე მგონი უფრო აზრიანი იყო და კარგიც იყო რომ იმდენი ერთბაშად, იმდენი ტკივილი ერთად არ წავიდა და არ დააწვა ჩვენს რაიონს. თქვენ დღეს თავისუფალი ხართ იმ ხრივ რომ 2 წელი თქვენ აი ამ ადმინისტრაციის გარდა სხვანაირად არ შეგეხებათ არანაირი სხვა შემცირება. ანუ მასწავლებელი 2008 წლამდე ჩვეულებრივ იმუშავებს და ღებულობს იმ დანამატს, რომელსაც ღებულობდა თქვენი სკოლა. საჩინო სკოლაში რეორგანიზაციის შედეგად ძველ სამეურვეო საბჭოებს რეგისტრაცია გაუუქმდებათ და 30 მაისს ჩატარდება ახალი არჩევნები. აირჩევა 6 კაციანი სამეურვეო საბჭო, რომელიც შედგება 3 პედაგოგიური და 3 მშობელთა წარმომადგენლებისაგან. ჩამოყალიბდება ერთი სამეურვეო საბჭო, რომელიც რეგისტრაციას გაივლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მომავლიდან საჩინოს პირველ საჯარო სკოლას ახალი სახელწოდება ექნება საჩინოს სკოლის სამეურვეო საბჭო. მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყველგან აღინიშნა, მათ შორის ჩვენს რაიონშიც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილოვმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ დიდი სამამულო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. 9 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა დიდ სამამულო ომში მონაწილე ვეტერანებს შეხვდა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილოვამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ გამარჯვების დღე 9 მაისი მიულოცეს ვეტერანებს. მილოცვის შემდეგ ისინი ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავზე გაემართნენ. ასევე იყვნენ სოფელ ლიაში, სადაც გაიხსნა შინ მოუსვლელთა მემორიალი და აინთო მარადიული ცეცხლი. სამამულო ომის ვეტერანთა საპატივცემლოდ ხიაცის ქვეშ ჩატარდა კონცერტი. კონცერტის შემდეგ ვეტერანებმა სოფელ ჯგალში გვირგვინით შეამკეს იოსებ სტალინის ძეგლი. სამოცდაორი წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, იმ 9 მაისიდან, რომელიც ლეგენდურად შემორჩა შთამომავლობას. ჩვენი სიცოცხლის ფასად, რისკის ფასად იცავდით სამშობლოს და უამრავი გმირი ისცა საქართველოს ამ ბატალიონს ომს. ამის შემდგომ პერიოდში უკვე შრომით ემსახურებოდით საკუთარ სამშობლოს და დიდი ღვაწლი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისთვის. გაიღეთ დიდი წვლილი. ჩვენთვის უძროსი თავებისთვის თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გამარჯვებული მეომრები ხართ. და სამაგალითო ხართ ამიტომაც. ამიტომ თაობება მაგალითი უნდა გადაიღოს თქვენგან, თქვენი შემართებისგან, რომ ჩვენს მოვიგოთ ჩვენი ომი, ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამაშაბლო და გამარჯვებული შეიძლება დაუბრუნოთ ქართველებს. მოგესალმებათ მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა. დაგეგმილია 9 მაისისთვის იგი ღონისძიებები, რომელსაც გაგაცნობთ. ამასთან პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან ბრძანებით გადმოგცათ საჩუქარი ომის მონაწილეებს, რომელიც განსაზღვრულია 100 ოდენობით. თქვენი მხართ ხნედ ჯამთელად შეგვიძლია ჩვენ ერთად გავიკეთებთ მემორიალებზე, არიან თქვენი მეომრები, რომლებიც ჯამთელობის გამარჯვების გამო ჩვენთან არ არიან, მაგრამ ყოველი მათგანი უყურადღებოდ დღეს არ დარჩება. ასე რომ დღევანდელი ეს ღონისძიება ერთად ჩავატაროთ, გავიაროთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს 9 მაისს. ხალბატონის თავადები გასაკვირველია და თავისუფლად და
მინდა გითხრათ, რომ თქვენი სანა ხალხი ალბათ ხელის გულზეა სატარებელი, იმიტომ რომ როგორც ბატონმა გიორგი ბრძანა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელმაც ერთშობოვნებით, სულით, გულით, სამშობლოს სიყვარულით დაადეთ თავი, იმისათვის რომ გამარჯვებულები ყოფილიყავით მთელი ცხოვრების მანძილზე. გილოცავთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას და დიდხანს ყავდეთ ესეთი მხნეთ, რადგან ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ჩვენ გვასწავლეთ, გვანახეთ, თუ როგორ შეიძლება ცხოვრება და ამაყად გამარჯვებული ხალხი როგორ უნდა იყოს. დიდი მადლობა რომ ხართ, დიდი მადლობა რომ დღეს აქ ვესწრებით და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში. თქვენთან მისასალმებელი სიტყვებით გითხოვა ვეტერანების შთამომავლობა ბატონმა რევარაცხელია, ამის შემდეგ თვითონ თქვენს თქო ვესწრებით. მოგესალმებით და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობას. თქვენ იცით რომ მე კავშირში ვარ დღესთან, იმით რომ ჩემი მშობლები ორივე სამამულების მონაწილეები იყვნენ. ჩემი სახელი და დედაჩემის სახელით გიგონსავთ ამ აღსანის სამყუროს ბედნიერად და ჯანმრთელად ვიყავით. ეს ნანავართა Большое спасибо, что вы нас так уважаете. Надо поднимать. Сядьте. Дай Бог вам всем тоже прожить хорошую жизнь. Ну, большое спасибо, что вы нас уважаете. Дай Бог здоровья вам всем. Спасибо нашим начальникам. Მთელი საგრებულოს, მთელი გამგეობის სახელით, ჩვენი სახელით, მე მინდა სულ ცოტა და პატარა, მაგრამ არ დიდი სიყვარულია ამაში ჩაბეჭდილი, სულ ყველას გადმოსცეთ ეს 9 მაისის სერგო ზარქუა. Спасибо. Папа Гриша. Когда мы сами шокируем, наверное, А что ты по-русски не говоришь? Делишвили кивли. Забыл? Нет, я ничего не забиваю. Ленинда. Романского აზრом ეს ასეთი პატრიცია ჩვენთვის ეკონომიკური მდგომარეობის გამარჯვებასაც კი არ ნიშნავს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სიცოცხლე ამით ხანგრძლივდება. ეს ჩვენთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას უდრის. რისთვისაც უდიდესი მადლობას მოვახსენებ სტალინგის რაიონის შემოგვანერებს
ბავშვთა და მოზარდთა ახალგაზრდული თაობის ესთეტიკური აღზრდის კავშირის ფენიქსის პრეზენტაცია მოეწყო ქალაქ ზუგდიდში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები, გაეროს წარმომადგენლები. ქორეოგრაფი გურგენ ხორავა 2 წელია უსასყიდლოდ ამზადებს ზუგდიდში მცხოვრებ 100-მდე დევნილ ბავშვებს. მან თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს, გაეროს წარმომადგენლებს და ზუგდიდელებს წარუდგინა მომავალი მოცეკვავეები. ნორჩი მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა საცეკვაო ნომრებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. დღეს გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური აღზრდის კავშირი ფენიქსის პრეზენტაცია. კავშირის პრეზენტაცია დაემთხვა წმინდა გიორგის დღესასწაულს, გიორგობას. ეს ერთგვარ მინიშნებად მიმაჩნია პირადად მე, რომ მას აეწყო საქმე ამ კავშირის შექმნა ისახავს ძირითადად ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური აღზრდას ხელოვნების დარგით და ჩართულია აგრეთვე რომ ამ ახალგაზრდებს ასწავლოთ უფასოდ, მან მიიღონ განათლება ხელოვნების დარგში უფასოდ და აგრეთვე ჩართოთ უცხოენები და კომპიუტერული სწავლება, მაგრამ ძირითადად დაფუძნებულია და მასწავლებლების, პედაგოგების დაფინანსება დამოკიდებულია სპონსორულ შემოწირულობებზე. ჯერჯერობით კავშირს არ მიუმართავს არც ერთი ორგანიზაციისთვის, არც მთავრობისთვის, დახმარებისთვის, უბრალოდ მან დღეს თავისი სიტყვა თქვა, ის რაც შეძლო საკუთარი ძალები და ეს რაც შეძლო არის ბატონი გურგენი ხორავას დამსახურება. გურგენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, დიდი ხელოვანი პიროვნებაა, არის ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის წევრი, ბალეტმეისტერი. ბატონი გურგენი ხორავა ხელმძღვანელობს კავშირის, უფასოდ ასწავლის ბავშვებს და ძალიან დიდი სურვილი გვექნებოდა, რომ გამოჩენილიყვნენ სპონსორები, რომლებიც ბოლოს სახეს მისცემდა ბავშვების ჩამოყალიბებაში, ქართული სულის ჩაბერვაში ამ ბავშვებში. არის ასეთი გამონათქვამი ბერხტოლდ ბრეხტის ყველა სიკეთე რაც არსებობს დედამიწაზე უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს. აი ამ სიკეთის აზრით გავაკეთებინა ის, რომ აი ამდენი ბავშვი რომელიც ქუჩაში იყო გამოყრილი. აი ამ ბავშვებიდან 70% არიან ტოლულები. უსახკარო ქუჩაში გამოყრილები. მათხოვრები, რომელიც ქუჩა დავეძებდი და მოყვდა აი ამ დარბაზში უბრალოდ რომ გვეზიარებინა სცენის ხელოვნება. ადამიანი, რომელიც ხელოვნებას ეზიარება, ის არ შეიძლება კაცემსკვლელი იყოს, ნარკომანი, ლოთი, ქურდი, მამაძაღლი, დედაძაღლი, მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ სიკეთე არასდროს არ დაიკარგება. კაცი წარმავალია, მომავალი ესენი არიან, მე წარმავალი ვარ. მაგრამ არ მინდა ჩემს რომ ამ მომავალმა თაობამ თქვას ის რომ ამ კაცს შეეძლო რაღაცის გაკეთება, მე რომ კაცი გავხდარ ვიყავი და ამ კაცმა ასეთი რაღაცა არ გააკეთაო. ამის გულისხმობ რაცადე ყველაფერი იმისთვის რომ მომავალმა თაობამ დამიფასოს და მე ჩქარი გრგინვა გრიალით რომ გამასვენონდა თქვან ჩემზე აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. უახლოეს მომავალში ქორეოგრაფიულ გუნდს სპონსორი გამოუჩნდება. გუბერნატორი ზაზა გოროზია შეპირდა, რომ პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა თანხა მათ დასაფინანსებლად. სწავლებას მე ლაპარაკი მქონდა ჩვენ ბატონ ალიკა კობალიასთანაც, მქონდა ლაპარაკი გუბერნატორთანაც, ბატონ ზაზა გოროზიასთანაც და პირდებიან ბატონი ზაზა დაგვირდა, რომ პრეზიდენტის ფონდიდან გამონახავს საშუალებას, რომ დაფინანსეს ბავშვების ფორმები და გარკვეულწილად სპონსორება გაუწიოს აი ამ ანსამბლს. ამ პრეზენტაციაზე ჩვენი რაიონიდან მიწვეული იყო ანსამბლი ბედინერა, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ანსამბლში მღეროდნენ დებიუტანტებიც, რომლებმაც მღელვარების მიუხედავად შესანიშნავად იმღერეს. დიდი ოვაციები მოყვა ბედინერას მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს და მაყურებლის თხოვნით კონცერტზე დამატებითი ნომერიც გაიტანეს.
საშუალო სკოლა დავამთავრე 1982 წელს. მაშინ მე მონაწილეობდი ბატონ მურთასიმენტიას ანსამბლში, პირველი საშუალო სკოლის ანსამბლში, სახელწოდებით ლაკადა და ვარ რამდენიმე ფესტივალისა და ოლიმპიადის ლაურეატი. აი რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ 82 წლის მერე მე სცენაზე არ ვსულა და ეს იყო ჩემთვის დებიუტი. დებიუტანტები, რასაკვირველია, ჩვენი დებიუტი შედგა ამ შემადგენლობით დღეს, რამოდენიმე ჩვენი ახალგაზრდა მომღერალი, უკვე მომღერალი დღეს მოიწვიეთ აქ და პირველად მიიღეს მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაზე და მე მაგათი შემოქმედებით ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ და მინდა ყველას მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ უყვართ სიმღერა და განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერა. ასეთი იყო გასული კვირა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.